როგორც კი თითქოს ყველა ჭანჭიკი ისწავლე აქაურობის შენ აღარ ახარ თითქოს ანთებული, შენ აღარ ახარ მონდომებული, აღარ ახარ მოტივირებული. შესაბამისად უნდა ვთქვა ალბათ, შენი შეკითხვა მაფიქრებს, რომ ეს რაღაცა ფუფუნებაა რა. იმიტომ რომ ეგეც ხო ხაფანგია, რომ რა ვქნა ხა ამდენი წელი ამ საქმეში ვარ და სხვა მე არაფერი არ ვიცი და სხვა მე რას გავაკეთებ, ხო ხშირად გაგვიგია ეგეთი. ბევრისგან და მე თითქოს ვემსხვერპლებით და თითქოს ვკარგავთ ახალი განვითარების შესაძლებლობებს სხვა სფეროში. სტატისტიკაც არის ხა, რა ვიცი, ერთი სტატისტიკის მიხედვით ყოველ 7 წელიწადში ერთხელ, მეორე სტატისტიკის მიხედვით ყოველ 14 წელიწადში ერთხელ სფერო უნდა შევიცვალოთ ადამიანებმა. არ ვიცი, ალბათ ახალი სტატისტიკა, იმიტომ რომ ჩვენი მშობლების თაობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ბუკვალურად შესწირეს ერთსა და იმავე საქმეს. ნახევარი 50 წელი ვიმუშავე აქ. კულტურას ეს ამერიკული სტატისტიკაა, ხა აზიურ კულტურებში უფრო გამოხატულია ეგ ამბავი და საქართველოს ხო ორივეს კომპონენტები გვაქვს ხოლმე რა. იაპონიაში მაგალითად ერთ კომპანიაში იწყებს ადამიანი მუშაობას და იმავე კომპანიაში ამთავრებს. თვითგან, მაგრამ ეხლა სავარაუდოდ ყველგან დაჩქარდა ეგ პროცესიც რა, რომ შენი თვითგანვითარებისთვის ჯობია რომ მე ახალ სფეროს მიაშურო. სადაც თავიდან შესწავლა, მე მარცხი, მე რაღაცა ბარიერები და მე გაილაგებ თითქოს.